რატომ უნდა მოხვიდე აჭარის ეთნოგრაფიულ მუზეუმში? ჩვენ ახლა ვიყოფებით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ბორჯღალა, რომელიც არის ერთი ადამიანის მიერ შექმნილი, ის გახავთ ხემლო თურმანიძე და დაახლოებით 40 წელი დაჭირდა, რომ ეს მუზეუმი შეექმნა. ძალიან ბევრს მოგზაურობდა სოფლებში, მაღალმთიან აჭარაში. თქვენს წინაშე არის ტოლერანტობის სახლი, ჩვენი მუზეუმის ყველაზე თანამედროვე ნაწილი, ბათუმი არის ძალიან ტოლერანტული ქალაქი, იმიტომ რომ სხვადასხვა რელიგიის ადამიანი ერთად ძალიან მეგობრულად ცხოვრობს. გასაოცარი ფაქტი არის, რომ ერთ პატარა ქალაქში ამდენი სალოცავი ფაქტიოდ ერთმანეთის გვერდ-გვერდ არის განლაგებული. თქვენს წინაშე არის შეძლებული, ანუ მდიდარი აჭარული ოჯახი, მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდისთვის წარმოდგენილი. თვალნათლივ ჩანს, რომ მაგალითად ძალიან ძვირადღირებული ნივთები გვხვდება ამ ოჯახში. მდიდარი ოჯახის შემდეგ გადმოვინაცვლეთ საშუალო შეძლების ოჯახში და განსხვავებებიც თვალნათლივ ჩანს. აი თუ მდიდრული ხალიჩები და ძვირადღირებული ავეჯი იყო, აქ მსგავსი არ არის წარმოდგენილი. აი ეს აკვანი არის მუზეუმის დამფუძნებლის აკვანი. ხემლო თურმანიძე სწორედ ამ აკვანში გაიზარდა, თავისი აკვანი არის. ქალთათმანები, რომელიც აქ არის წარმოდგენილი 120-130 წლის წინანდელი არის. თამბაქოს წარმოება აჭარაში დღემდე მისდევენ ამ საქმიანობას და ფოტოების ნაჩვენები არის თუ როგორ გამოიყურებოდა თავიდან მწვანე ფერის როცა იყო და გახმობის შემდეგ უკვე ფერს იცვლიდა. დღეს რო შევადაროთ მაგალითად ქარსიტს. ბავშვის გადასაყვანის საშუალება, რაც მშობლები მინდორში სამუშაოდ წავედან, აკვნით გადაყვანა აწეთი მოუხერხებელი იყო და ზომაში საკმაოდ დიდი არის. ამიტომ თხელეებს დააგებდნენ, ბორშს დააწვენდნენ, არტახებით დააფიქსირდნენ, თან წაიყვანენ. აი თუ გაიღვიძებოდა შეიძლება შეექანებინათ ხოლმე და ისო დაიძინებდა. ეს მუზეუმი განსხვავდებოდა ყველა მუზეუმისგან, რაც მანამდე ყოფილვარ. აქ პირადად შევიგრძენი ძველი ქართველი მოსახლეობის კულტურა, განცდები და ყოველდღიურობა. გადაწყვიტე, რომ მეტი აღარ გამაგრძელებინა. ვფიქრობ, აუცილებლად თავად უნდა ეწვიოთ ამ ადგილს და შეიგრძნოთ თუ საიდან მოვდივართ.